სტუმარია BMW, რომელსაც როგორც ხედავთ, აქვს ღია ფერი სალონი და არის ძიმე დაბინძურება. ეხლა მე განახებთ მთლიანად მანქანას თუ რა მდგომარეობაშია. როგორც ყველა მანქანაზე, ყველა პატარა და წვრილი დეტალებზე ვამახვილებთ ყურადღებას, სადაც ჭუჭყი გროვდება, ეს ლაქები, რაც თეთრ სალონზე ხშირად გვხვდება, რომელიც მართლაც რთულად მოსავლელია. საბორგულში ვიპოვე ყველაფერი, ალბათ რაც კი შეიძლება და რა ყოფილიყო მანქანაში პერფერატორიდან დაწყებული, კოკა-კოლის და რედბულის ბოთლებით დამთავრებული. შემდეგ უკვე ამოვიღე სავარძლები, სადაც ნახე როგორც ევროცენტები, ასევე ხურდები, 20 თეთრიანები, 10 თეთრიანები და 5 თეთრიანი. აქ უკვე ვიღებ სავარძლებს. აქ უკვე დავიწყოთ მერსასრუტით ჭუჭყის მოშორება. აქ უკვე გადავედი ჭერზე, რომელიც არ იყო ძალიან დაზიანებული, მაგრამ მაინც გავწმინდე. დავლუქეთ კაბელის დაბოლოებები, რადგან უნდა გამოგვეყენებინა, როგორც ხედავთ, ქიმწმედის აპარატი, რომელიც ასველებს ჩვენს ნოხს და არ მინდოდა, რომ დასველებულიყო ეს კაბელის დაბოლოებები. შემდეგ გადავედით ორთქლის აპარატით დამუშავებაზე, ქიმწმედის დასხმის შემდეგ. ორთქლის აპარატით დამუშავების შემდეგ უკვე ქიმწმედის აპარატით ვამუშავებთ ნოხს. კომპრესორით უბერავ ჰაერს ჭუჭყის გამოსატანად. აი აქ უკვე ნახავთ თქვენ რა ხელა შედეგს გვაძლევს უმაღლესი დონის ხსნარები, რომელიც არის გერმანული წარმოების კოხის ხსნარები. ეს ხსნარები არის ანტიალერგიული და სრულიად უსაფრთხო ჩვენთვის და ჩვენი ავტომობილისთვის. ვცდილობ, რომ სრულიად განახოთ ავტომობილის ქიმწმენდა თავიდან ბოლომდე და აჩქარებული ვიდეოებით განახებთ, როგორც წმინდავს სიდენიებს. ახაც განახებთ სხვაობას გაწმენდილს და გაუწმენდავს შორის. სხვაობას ალბათ თქვენ თვითონაც ხედავთ, არ ჭირდება ბევრი ლაპარაკი. გადავედით კარის დეტალებზე, რომელსაც სპეციალური ფუნჯით ვამუშავებთ და ახლა ბოლოს უკვე შედეგი, რომლის შეფასებაც თქვენთვის მომინდია, გელოდებით კომენტარებში. ალბათ გახსოვთ რა მდგომარეობაშიც იყო მანქანა. ვისაც არ გახსოვთ, გადაახვიეთ და ნახეთ სავარძლები, როგორ არის გათეთრებული. ეხლა უკვე უკანა სავარძლები, რომლებიც ძალიან იყო დალაქებული და იდეალურად გამოვიდა. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ არ არჩანს ძრავი ვიდეოში. ძრავი უკვე გარეცხილი იყო მე პატრონის მიერ და აღარ ჩავსვი ვიდეოში. კიდევ ერთხელ უკანა სივრცე, უკანა ნოხი და უკანა სავარძელი. და ეხლა უკვე გადავდივართ საბარგულზე, რომელიც გახსოვთ ალბათ როგორი დაბინძურებული იყო და ესეც ჩვენი ჭუჭყი რაც ამოვიდა. დაგემშვიდობებით და გელოდებით კომენტარებში.